გარემოს დამცველები ტყეების უკანონოდ ჩეხვის შედეგებს ითვლიან. ზედამხედველობის დეპარტამენტმა 10 ლიცენზიატი შეამოწმა და თითქმის ყველა შემთხვევაში მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დაისვა. ტყეში მასალის მოპოვებაზე აუქციონის წესით აღებული გრძელვადიანი ლიცენზიით დღეისათვის 67 ლიცენზიატი სარგებლობს. მათ ლობირებაში პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ყოფილ მაღალ ჩინოსნებს ადანაშაულებს. ტყე და პოლიტიკა ნახეთ ეკა კოპალიანის სიუჟეტში. წლების განმავლობაში არ განხორციელებულა ტყეებთან დაკავშირებით არც მოვლითი ღონისძიებები, არც დაავადებებთან ბრძოლის. არ იყო გაკონტროლებული და დაცული ელემენტარული ხის მოჭრის წესები. საქართველოს ტყის ფონდის ქვეყნის ტერიტორიის 40%-ის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. თუმცა გარემოს დამცველები ამბობენ, რომ არასწორი სარგებლობის გამო მნიშვნელოვანი ნაწილი იმდენად დეგრადირებულია, რომ მეწყერებისა და ზვავების განვითარების საფრთხე არსებობს. ტყეებში შეიძლება წავიდეს ისეთი შეუქცევადი პროცესები, რამაც საბოლოო ჯამში ამ ეკოსისტემების განადგურება გამოიწვიოს. აუცილებელია ის, რომ ტყეებს მიეხედოს 2011 წლის მარტში საერთოდ გაუქმდა ზედამხედველობის სამსახური. ანუ ფაქტიურად შემოწმებელი სტრუქტურაც კი აღარ არსებობდა. მას შემდეგ, რაც შემოწმებელი სტრუქტურა ამოქმედა 67 ლიცენზიანტიდან, რომელიც დღეს საქართველოს ტყეებში ხის მოპოვებით არის საკავებული, 10 შემოწმდა. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დარღვევები ყველა შემთხვევაში გამოვლინდა. ბუნებისათვის მიყენებულმა ზიანმა კი $3 მილიონს გადააჭარბა. $3.3 ლარია დღევანდელი მონაცემებით, ანუ ეს წინასწარ დაანგარიშებული ზიანი. ყველა ლიცენზიატის შემთხვევაში დარღვეული იყო ლიცენზიის პირობებით, მართვის გეგმით აღებული ვალდებულებებით. შესთავაზეს დეპარტამენტის უფროს ქრთამი იმის სანაცვლოდ, რომ შემცირებული იყო გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა. ლიცენზიანტი, რომელიც ხე-ტყის მოპოვებას ქარელის რაიონში აწარმოებდა, რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქრთამის მიცემის ბრალდებით დააკავა. პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში ლიცენზიანტებს ლობირებდნენ და კორუფციულ გარიგებებში იყვნენ ჩართული ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მაღალჩინოსნები. ყველა ლიცენზია, ან თითქმის ყველა, იყო პირდაპირ დაკავშირებული მთავრობასთან, იმჟამინდელთან, ნაციონალურ მოძრაობასთან. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები იყვნენ ნაციონალურ მოძრაობის მეხარკეები. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები არა მარტო ტყით სარგებლობის ლიცენზიებს იგებდნენ, არამედ პარლამენტის შენობებსაც აშენებდნენ. განსაკუთრებით უმძიმესი მდგომარეობა არის შიდაქაშში და იმერეთში. ხარაგაულში ფაქტურად განადგურებულია წაბლის უზარმაზარი მასივები. წაბლი რო არის საქართველოში, საგარეიშვილის ბრალია წყალებში. ეგრე არ არის ტყე. ხოკა ხაჩიძე, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს 2008-დან 2012 წლამდე ხელმძღვანელობდა, ყველა ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ვერ გავიხსენებ უახლოეს 1 წლის განმავლობაში და ალბათ ცოტა იქითაც ვერც ერთ მოვლენას, რომელიც დაკავშირებული იქნება ხე-ტყესთან, ამინდთან, მსოფლიო კატაკლიზმებთან, თუ ნებისმიერ ყოფით პრობლემებთან, რომელშიც ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების განსხვავებით ნაციონალები არ არიან დამნაშავეები. გასულ კვირას პარლამენტმა ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა, რომლის საფუძველზეც მომავალი წლიდან მუშაობა ტყის კოდექსზე უნდა დაიწყოს. დოკუმენტის შემუშავებაში კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი სპეციალისტებიც იყვნენ ჩართული. ტყეები არის დეგრადირებული, ტყეების სიხშირე უმეტეს შემთხვევაში სადაც გზა მიდის, კრიტიკულ ზღვამდეა მისული, კრიტიკულ ზღვას ქვემოთაც არის. გარემოს დამცველები თვლიან, რომ სატყეო დოკუმენტის მიღებამდე ტყის ფონდის გადარჩენის მიზნით მოკლევადიანი ღონისძიებები უნდა გატარდეს და პირველ ეტაპზე მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროგრამაზე მუშაობა დაიწყოს.